თუ Notarius B.I.G.'s Biggie Smalls-ის კვლელობის გამოძიების დეტალები არ იცით, ძალიან ბევრი დაგიკარგავთ და ძალიან გაგიმართლათ, რომ ახლა აქ მოხვედეთ. იმიტომ რომ ლოს-ანჯელესის საიდუმლოებები, კორუმპირებული პოლიციელები, სად არის სიმართლე, სად არის ტყუილი, რა მოხდა ბოლოს, აი მეებს გეტყვით დაახლოებით ვიდეოს შუიდან, მაგრამ მანამდე გულისმომკვლელი ისტორიით ვიწყებთ. ეს არის Tupac-ის კვლელობიდან ალბათ მეორე დღე დაახლოებით ასე. და ფოტოგრაფი ენრი პანიჩიოლი, რომელსაც ძალიან ბევრი რეპერი გადაუღია, რაც გადაღებაზეა ნიუ-იორკში. ცივა, სექტემბერია და უცებ ესმის რომ მოდი მანქანაში ჩამიჯექი, გათბიო. Notarius B.I.G. რაც თავის გადაღებაზეა იქვე. მიუჯდა ესა და Biggie ჩუმაძის და უსმენს Tupac-ის ალბომს. ამ ტიპმა შეხედა და უთხრა რომ რას ფიქრობო ამ ყველაფერზეო. Biggie უპასუხა რომ გეხოცები გათბი და ინტერვიუს თავი არ ამაქ ეხაო და ამან უპასუხა რომ ხო იციო სტატიას არ წერო, არ არის ჩემი საქმე, ეგო მე ფოტოგრაფი ვარო და პროსტა გებაზრებიო რა. ერთი წუთი ჩუმად იყო Biggie და მერე დაიწყო წყნარად ლაპარაკი. უფრო თავისთვის ეთყო მაგას ფიქრობდა თავიდან რომ იცი რა, 1-5 წლის მერე მე და ძმა ერთად ჩავწერდით რაღაცასო. და მთელი ფული ჩვენი იქნებოდაო. იმიტომ რომ ცალ-ცალკე ხო ვერავინ გვეხებაო და ერთადო ახლოსაც ვერავინ მოვიდოდაო. ძალიან განიცადა Tupac-ის სიკვდილი Biggie. Faith Evans-ი მის ცოლი ყვება რომ აი სიკვდილის დღეს დამერეკა ტიროდაო. მაგრამ როცა სხვა მეგობარმა მერე უთხრა რომ გასვენებაში ხო არაფერი რო წახვიდე, ამან უთხრა რომ არა ტიპმა მთელი ცხოვრება გამიმწარა ხარ ამინდა მაგის გასვენებაშიო და ისედაც ალბათ იცოდა რომ არავის არ გაეხარდებოდა მაგისი დანახვა იქ. Tupac-ის სიკვდილიდან 3 დღის მერე 17 სექტემბერს Biggie მოყვა ცუდ ავარიაში. ამბავი იყო ესეთი რომ თავისი Lexus-ი გასაკეთებლად ყავდა მიყვანილი და როცა მივიდნენ წამოსაყვანად ეს და თავისი უმცროსი ძმა Lil Sizzy, ანუ გვიძლი ძმა არა, მაგრამ სულ ერთად დადიოდნენ. იმ გამკეთებლებმა უთხრეს რომ არ არისო ჯერ მზადო და აგერ მანქანა წაიყვანეთ Chevrolet Lumina-ო. Lil Sizzy-მა რო შეხედა ამაში ხო არ ჩავსხდებითო Biggie-ო უთხრა და Biggie-მ უთხრა რომ არა პირიქით. აი ამაში ჩავსხდებით, იმიტომ რომ ცოტა ხანი ცოტა ინკოგნიტოდ ვიაროთო OG old school ტიპები ვიქნებით. ამანხანას მუხრუჭები არ უმუშავებდა კარგად. ეხა მერე ავარიის მერე მედიაში რამდენჯერმე გაიჟღერა, რომ Biggie-ო ისე იყო შეძრულიო Tupac-ის ამბებით, რომ დათვრაო და ნასვამი მიუჯდა საჭესო, რაც აბსოლუტური აბსურდია. Biggie მანქანის დარება არ იცოდა და მის გარშემო ყველას სმენოდა ამის შესახებ. არ მალავ და ამ ამბავს. Lil Sizzy იჯდა საჭესთან. The brakes was fucked up on that shit. I was driving it. I know for a fact. And it was a little raining out there too. And we wasn't going fast. მანქანა ვერ შეაჩერა Lil Sizzy-მა და Biggie-მ ფეხი მოიტეხა სამადგილას. ძალიან ცუდად მოიტეხა, ნუ მანქანა გაჭრეს და ისე გამოიყვანეს იქიდან და რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დადიოდა და მერეც ცხოვრების ბოლომდე დაკოჭლებული იყო. და მოკლედ კაი ხანი იწვა საავადმყოფოში, რაც ერთი მხრივ არ იყო კარგი, მაგრამ ცოტა მოუხდა, ცოტა შეჩერდა და დაფიქრდა თავის ცხოვრებაზე, რომ საერთოდ რას ვაკეთებ და საით მივდივარ. დრო ქონდა ბევრი ამისთვის. ერთი თერაპევტი ყავდა იქ, უფროსი ასაკის კაცი, რომელმაც ესეთი რაღაცა მითხრავა, რომ როცა ფეხზე დგახარო, ნუ ფეხქვეშ იყურებიო და როცა წევხარო, ღმერთს უყურებო და მოდი გამოიყენე ეს დრო, რომ უფალს დაელაპარაკო და Biggie თავიდან ისე იყო, რომ რაზე ველაპარაკო, არ ვიცი, მე იმას და მერე დაელაპარაკა. იმიტომ რომ ოჯახში დედამისი ვიოლეტა მორწმუნე ქალი იყო, სულ ეკლესიაში დადიოდა და ესეც მიხვდა, რომ რაღაცას არასწორად აკეთებდა. ანუ რას აკეთებდა არასწორად ეხა გეტყვით, ერთი ის რომ აი ხნის განმავლობაში პირველად იყო ფხიზელი. ან სულ ნასვამი იყო, ან სულ მოწეული იყო, ეხა საავადმყოფოში წევს თავის ფიქრებთან ერთად და ფიქრობს რომ ეხა გამიჩნდა შვილი. მეორე შვილი ვაჟი გაუჩნდა. მანამდე გოგო რო დაიბადა, ისიც ძალიან გაეხარდა, მაგრამ როგორც მე თვითონ ყვებოდა, ნუ მაგ დროს იყო ავარდნილი სულ რაღაცა პოპულარობის მოპოვება, ახალი სიმღერების ჩაწერა, ეგეთ ამბებში იყო და როცა ის გოგო მამიკო სად არის იტყო და ეს ეხა ისე იყო რა, მამიკო საქმეებზეა გასული და ეხაო მივხვდიო რომ კარგი მამა უნდა უყოფილიყავიო ორივესთვისო. ამ დროიდან ერთი ჩემი საყვარელი ისტორია არის, რომ
თერაპიაზე, რო დაყავდათ ფიზიკურ თერაპიაზე, მოკლედ მაშინ ეტლში და შეაგორებდნენ ხოლმე და პირველად რომ მიდიოდა ცოტა ნერვიულობდა, რომ იქო რაღაცნაირი მოხუცებული თეთრკანიანი კაცები არიან ძირითადად და ალბათ ეჭვის თვალით შემომხედავენო, იმიტომ რომ გვერდზე ეძინათ ვიღაცა ბრუკლინელ განგსტერებს, რომ ჩვენს ბიგის ხელი ვიღაცამ არ ახლოსო და არაო რომ შემაგორესო იქ ყველა რაღაცა მომეფერა, ჩამეხუტა, სიყვარული გამოხატეს ჩემს მიმართვა და არც იცოდნენ ეს ვინ იყო. მე რამდენიმე დღის მერე ერთ-ერთი მოვიდო და თქვა რომ ჩემ შულს უთხარიო ვისთან ერთად დავდივარ თერაპიაზე და გაგიჟდაო, ფანია შენიო და ამას უსწორდებოდა ეს. ანუ ყურადღების ცენტრშიც უყვარდა ყოფნა, მაგრამ აი პონტიც გაუსწორდა რომ რაღაც უფროს კაცებთან იყო, რომლებიცაც სულ ერთი იყო ეს ვინ იყო და რაღაცნაირად ერთ გასაჭირში იყვნენ. მაგრამ ნუ მარტო ისიც არ იყო რომ მომავალზე და ღმერთზე უნდა ეფიქრა, იმ წამიერი პრობლემებიც ბევრი ქონდა ბიგის. პირველ რიგში ის რომ West Coast-თან დაპირისპირება მისი ერთ-ერთი კონფლიქტი არ ყოფილა. კი, მაგის პირველი ალბომი რომ გამოვიდა Ready to Die, მაშინვე ყველა მაღიარა რომ ეს კაცი არის ნიუ-იორკის მეფე, ამან დააბრუნა ჰიპ-ჰოპი თავის სამშობლოში, თავის მშობლიურ ქალაქში, მაგრამ იმის მერე დრო არის გასული. და ნიუ-იორკშიც არიან მშიერი რეპერები, რომლებიც ამას უყურებენ და ამბობენ რომ იცი რა არის ეს გვირგვინი, მეც მომიხდებოდა. პირველ რიგში ნასი არის ეს კაცი, მაგრამ ნუ მაგას გარდა რეკონი, Ghostface Killah, ვიღაც სხვაებიც არავინ არ იტყოდა უარს რომ თვითონაც დაეხურა ეს გვირგვინი და საერთოდაც ხალხი ლაპარაკობს რომ ოკეი, ანუ პირველი ალბომი კაი გამოუვიდა, მაგრამ ეხლა თავში ხო არ აუვარდა, ამ პოპულარობამ ხო არ აწყინა ცოტა, აბა მეორეს რას შემოგთავაზებს, შეუძლია გაიმეოროს წარმატება. პარალელურად ამაში არის ბოლომდე ჩართული Puffy, ამისი მეწყვილე და მენტორი თუ რა ვიცი რაც გინდა დაარქვით, რომელიც ამბობს რომ ეხა ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. მთელი ჩვენი ამბავი იყო, რომ ტიპები, კალიფორნიელები ჩვენ გვაგინებდნენ, ჩვენ ჩუმად ვიყავით, მაგრამ ჩვენი გამარჯვება იქნება რომ ჰიტებს დავაწყოთ. მთელი ბაზარი, მთელი რადიო, მთელი დისკები მარტო ჩვენ ვიყოთ და აი ნახე მაგას მივახწევთ, ბიგი დამეჯერე მაგას გავაკეთებთ. ნიუ-იორკის სტუდიის ამბებს ყვება D-Dot, რომელიც პროდიუსერი იყო, რომლის საქმეც იყო, რომ ეს ყველაფერი კარგად წასულიყო, ჩაწერის პროცესი. მოკლედ არის დიდი ოთახი, რომელიც არის სავსე ჭიქებით, ყინულები ყრია და ყველგან არის სასმელი. ცვირიანი სასმელი, მოე, ალიზე, რაღაცეები, რა ვიცი. რაც აქვთ ხოლმე იქ, მაგრამ მაშინ ყველაზე პოპულარული იყო ბაკარდი ლიმონიო, რომელიც ახალი გამოსული იყო და ძირითადად მაგას სვამდითო. კუთხეში ზის Lil Sizzy, რომელიც რამდენჯერ მევახსენებ და კიდე რამდენჯერ მევახსენებ, ბლანთებს ახოს, ხან ბიგის გადააწოდებს, ხან ვიღაცა სხვას, ყველანი ეწევიან და როგორც წესი იქით რაც ტახტი არის კუთხეში, სადაც ქალების ხედან ხან ვინ და ხან ვინ. ოღონდ შეიძლება გავიდეს 1-2 საათი და არავინ არაფერს არ იწერს. ბიგიზის თავისთვის კუთხეში და ბუტბუტებს ყველა მის რამ დროს არ უნდა შეაწუხოს. იმიტომ რომ ეს დრო თითქოს არ არის ათვისებული სტუდიის მიერ, მაგრამ იციან რომ როცა მოუმწიფდება თავში ბოლომდე ადგება ბიგი და ესეთი პონტი იყო რომ აი როცა იტყო და ეგრევე всё მზად არის ტიპი შევიდა იქით და ალბათ 9 საათი 40 წუთი ჭირდებოდა რომ ერთი სიმღერა ჩაეწერა, ნუ მაქსიმუმ 1 საათი თუ რაღაცა კომპლექსური და რთული ამბავი იყო. ერთადერთი Puffy არ უნდა ყოფილიყო სტუდიაში. ანუ ის შემოდიოდა და გადიოდა ხოლმე და ეს ცდილობდა რომ არ დაემთხვია, იმიტომ რომ იმას შენიშვნების მიცემა უყვარდა. მე ეტყოდა რომ აქტონი არ მომწონს, ხვანაირად ხო არ გვეცადა კრისტოფერ და ეს არა, არ მუშაობდა ეგრე რა, ერჩივნა რომ მარტო ყოფილიყო იქ. Life After Death ერქვა ალბომს და კონცეფცია იყო ესეთი, რომ პირველი ალბომი იყო Ready to Die და ბიგი რაღაცის მიღწევა რისი მიღწევას უნდა იმას მიაღწია და შემდეგ ძველი ის მოკვდა და ახალი არის დაბადებული და ახლის ალბომი არის. მერე გამოვიდა რომ თვათ ესეთი მეტაფორა არ ყოფილა, მაგრამ ნუ მეტაფორად იყო ჩაფიქრებული. და რახან აი აუცილებელი იყო რომ ეს ალბომი რო გამოვიდოდა ნომერი პირველი ყოფილიყო ჩარტებში, მნიშვნელოვანი იყო რომ რაღაცნაირად გადმოებირებინათ თუ დაებრუნებინათ კალიფორნიელი მსმენელი. იმიტომ რომ ხო, East Coast versus West Coast და West Coast-ი არის სიდიდით მეორე ბაზარი ამერიკაში, ამისთვის პირველი ნიუ-იორკი, მეორე ეს და იქ თუ არავინ ამის ალბომს არ იყიდის, ნუ არ იქნება კარგი. ამიტომ ბიგი ჩავიდა კალიფორნიაში, ჯერ ერთ გულის მოგება უნდოდა და იმათიც. ნოთარიოს ეგეთ ტიპი იყო, რომ ანუ ხალხს უნდა ყვარებოდა. ხო, იცნობ ეგეთ ხალხს. მეც ვიცნობ. რომ არ შეუძლია არა რომ ვიღაცებს რო არ ევასება, ცუდად გრძნობს თავს. Tupac-ისთვის სულ ერთი იყო. Tupac შემოვიდოდა და არ გევასებით და აგერ
დამკოცნეთ სულ ყველამ და ნოტარიუსი არ იყო ეგეთი ტიპი. People pleaser-ი იყო, მაგრამ თან კარგად გამოსდიოდა. მან თქვა რომ შედიოდა კლუბში კალიფორნიაში არის ჩასული, 1-2 იყო რომ რაღაცები მოვიდნენ და ცოტა რაღაცა ესე და რა პონტია და ეს მე ვხსნა რომ აი come on ხო იცი რომ გიყვარვართ, მოდი დავიბაზროთ, მოდი დავისხათ ჭიქა და აგიხსნი რატო რჟავარ და შენ და ძალიან ადულად შეეძლო რომ გული მოეგო იქ ხალხისთვის. ბარემ კალიფორნიაშია ჩასული, თან კაი ამინდია იქა, თან ნიუ-იორკს მოცილდა, აქ რა უსწორდება. თან ფაფის ეუბნება რომ ბარემ აქ ავარ და საქმესაც გავაკეთებ. ფაფი უთხრა საქმესაც გავაკეთებ. მოიცავ და გამოუგზავნა ეგრევე აჯენდა ჩამოწერილი. დღეს ამ რადიოში მიდიხარ, ხვალ იმ რადიოში მიდიხარ, ინტერვიუს აძლევ, ყველგან უნდა გამოჩნდე, ეს ხალხი უნდა მოხიბლო. შენ და ნოტარიუსმა კი ბატონო, სულ ყველას მოხიბლავ. მიდის ერთ განაცემაში, მეორეში და ნელ-ნელა ატყობს რომ საერთოდ არ არის ისე რომ კალიფორნიაში ამას დროშებს უკერავენ. პირიქით ძალიანაც უყვართ. 3 თვე იყვნენ კალიფორნიაში, ძირითადად ნოტარიუსი და ბაფიც. ზედიზედ 3 თვე არ ყოფილან, ხან ნიუ-იორკში მიფრინავდა, ხან უკან ჩამოდიოდა, მაგრამ დიდი დრო გაატარა იქ. და ამ დროს ფიქრობს რომ სახლი ხო არ ვიყიდო აქ. საერთოდ აქეთ ხო არ გადმოვცხოვრდე, თბილა აქა. ასწორებს. So, you know, 3, 2, 1, go. Check it out, it's Notorious B.I.G. Chillin', you know what I mean? My man, Tekken Sway, world famous wake up show, you know, we ballin' out here in Cali, you know, East Coast Dawn in the house. ხო, ესე რო არიან აქ შუგნაითის არეშინიათ, Death Row-ი. საქმე იმაში რომ Death Row ამ დროს ფაქტობრივად აღარ არსებობს. ანუ კომპანია არის, მაგრამ თუბაკი მკვდარია, დრე წასულია, სნუპი წასულია, შუგნაითი ციხეშია. რატო არის ციხეში? იმიტომ რომ როდესაც თუფაკის მკვლელობის ამბები რო იყო, გეცოდინებათ მან კაზინოში თუფაკმა და შუგნაითმა Southside Creep-ი ორლანდო ანდერსონი რო გაწიხლეს, რომელიც მე გადაღებული იყო კაზინოს უსაფრთხოების კამერების მიერ. მოკლედ მაგ დროს შუგნაითი არის პრობაციონერი, პირობითი სასჯელი აქვს, რომელიც დაეკისრა რომ ორ პროდიუსერს ურტყა არი თოფის პისტოლეტის თავში, იმიტომ რომ იმათ რაღაც ტელეფონს უპასუხეს თუ ტელეფონზე იყვნენ, რომელიც ამისთვის იყო განკუთვნილი. მოკლედ ეს იყო პრობაციის დარღვევა სასამართლოში. მივიდა, იქ უთხრეს რომ 9 წელი უნდა წახვიდე ციხეშიო და სამწუხაროდ რანაირი 9 წელი არის ისი გულისთვის რა სისულელია არც ტკენია ადამიანს და შუგნაითმა გადაუხადა ფული ორლანდო ანდერსონს, მაგის ძმაკაცის მკვლელს. რამდენიმე $1000, რომ ორლანდო ანდერსონი მისულიყო სასამართლოში და ეთქვა რომ შუგნაითს პირიქით აშველებდა იქ, ანუ მაგისი ხელი არ მომხვედრია, თუმცა მოსამართლემ ეგ არ ჭამა. მოკლედ ციხეშია შუგნაითი და ესენი მთელი bad boy კალიფორნიაში ფლექსაობს, როგორც სიტყვიან ხოლმე. დადიან გამოსაჩენ ადგილებში. ბიგი რო სხვა რადიოებში მიდიოდა მეთქი. ერთგან მივიდა და შეასრულა freestyle-ად Long Kiss Goodnight, რომელიც დაკვირვებული მსმენელი, მუდარაჯე მსმენელი მიხვდება რომ სწორედაც რომ თუფაკზე არის და ძალიან ბევრის გაღიზიანება გამოიწვია. რაღაც კონცერტი თუ არის, ფაფიც მიდის, ბიგიც მიდის, VIP-ში სხედან, შამპანურებს ხსნიან, ფულს ისვრიან აქეთ-იქით და ნელ-ნელა ხალხი აფრთხილებს ამათ. ერთ-ერთმა დაცვამ უთხრა ფაფის, რომ ხო იცოდე რომ მან შუგნაითის ქალაქიაო, ანუ რაც გინდათ ისქენითო, მაგრამ ცოტა გაფრთხილდითო მაინც. და ესენი არ გაფრთხილდნენ. მე როგორც ხვდები, მე როგორც ვკითხულობ ამ ვითარებას, ფაფი იყო ესეთი გაფხორელი, რომ გაიმარჯვეს. აი ნახე მაგისმა სტრატეგიამ შედეგი გამოიღო, რომ თავზე დააჯვეს ტიპებმა, ამან აიტანა, ეხლა ვინ არის გამარჯვებული, ვინ გულავს ლოს-ანჯელესში, bad boy გულავს ლოს-ანჯელესში და bad boy გააგრძელებს გულავს ლოს-ანჯელესში. ალბათ ბიგიც ეგეთ რაღაცაზე кайფობდა, მაგრამ მაგისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო აღმოეჩინა, რომ ნახე, აქაც ვევასები ხალხს. დიდი ბიჭი ვარ, მივდივარ და ქალები აქაც მოდიან, აქაც მეხვევიან, ყველა პატიოს მცემს, ყველას ვევასები, აუ რა კაია ცხოვრება. ეხლა ამ ჩვენ უგრძეს ამბავში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამე მოხდა მუსიკალურ დაჯილდოებაზე, სხვადასხვა მუსიკალურ დაჯილდოებაზე, იმიტომ რომ ეს ხდებოდა ხოლმე, როგორც წესი, ეს რეპერები ერთად აი რაღაც დაჯილდოებაზე იკრიბებოდნენ და ამჯერადაც Soul Train Awards იყო, ერთი წლით ადრე სწორედ ეს დაჯილდოება იყო, სადაც ბოლოს ნახა Notorious B.I.G. Tupac-ი, რაც სიტყვები გაცვალეს. ამჯერად თვითონ უშუალოდ ცერემონიაზე არაფერი არ მომხდარა ისეთი. Დაანაც კარგად ჩაიარა, დაში დაუკრეს. ბიგის თავშეკავებული, მაგრამ მაინც არ უგინებიათ.
What's up, Cali? და მეორე დღეს იყო Vibe magazine, ჟურნალ Vibe-ის after party. აი აღმოჩნდა საბედისწერო დღე ბიგისთვის. უბრალოდ 7-ში იყო დაჯილდოება, 8-ში იყო after party, რომელიც შუაღამის მერე დაიხურა 9 იყო საბედისწერო ამისთვის. თუმცა მაგას ახლა ვეგეტყვით, ჯერ აი ეს. სახურავზე ამოვედი ამის სათქმელად. რატო არ ვიცი, უბრალოდ რა ვიცი, გარემო რომ შემეცვალა, მინდა გითხრათ, როგორ შეგიძლიათ დაუჭეროთ მხარი ამ არხს, რომლის დამზადებასაც ბლომად დრო და ენერგია სჭირდება. ერთი, გავაკეთე Patreon-ი, სადაც ვისაც გრძელვადიანი მხარდაჭერა უნდა არხის გამოიწერს იმ Patreon-ს, რაც გარკვეულ თანხას იხდის თვეში და სამაგიეროდ იღებს ამ ვიდეოების, აქ რაც დაიდება ყველაფრის აუდიო ვერსიებს, რომ პოდკასტად მოისმინოს, თუ უნდა Spotify-ზე, თუ უნდა სადმე სხვაგან, სადაც პოდკასტები არსებობს. და ასევე საგანგებოდ მათთვის ყოველ კვირა დღეს ვწერ ხოლმე ვიდეოს, რომელსაც მხოლოდ Patreon-ის ნაგაზები ხედავენ. გარდა ამისა, თუ გრძელვადიანად პასუხისმგებლობის აღება არ გინდა ადამიანს, რა თქმა უნდა, ამისთვის არსებობს Kisaji, ეგეც მაქვს დალინკული, შეგიძლიათ რომ ფული გადმორიცხოთ ერთჯერადად და ეხა ვისა აქ მაგის ფული ბაზარი არ არის, არხი გამოიწერეთ, თუ არა გაქვთ გამოწერილი, რა იცი რაში გამომადგეს. მიუბრუნდეთ ეხა ისევ ბიგის ამბებს. მაგარი პარტი იყო. ყველგან შამპანური, ყველგან ჯოინტები ტრიალებდა, 2000-ზე მეტი კაცი იყო, მისული ვინც ვინმე იყო. ლოს-ანჯელესში სულ ყველა, გინდა ვიტნი ჰიუსტონი, გინდა უესლი სნაიპსი, გინდა განგსტერები. ბლადებიც იყვნენ მისული და კრიფებიც, მათ შორის ქიფიდიც იქ იყო, ორლანდო ანდერსონიც იქ იყო. მაგრამ რაღაც უსიამოვნებას ადგილი არ ქონია. არავინ იქ რაღაც გენგსაინებს, რაღაცებს არ აკეთებდა. ამებს მშვიდობიანად თუხთუხებდნენ და 12 საათს გადაცდა რაღაცა და მივიდნენ fire marshals, რომლებიც არიან ტიპები, რომლებიც ამოწმებენ, რომ არ არის უსაფრთხოების წესები დარღვევილი. და იქ იყო სრულიად დარღვევილი უსაფრთხოების წესები. ამათ უთხრეს, რომ დაიშალეთ, ეს პარტი დამთავრდა და ხალხი დაიშალა. ოღონდ დაიშალა ხალხი ისეთი პონტია, რომ ცნობილები ვინც არიან, გაჩითულები, ისინი მიდიან უკეთეს პარტიზე, Hollywood Hills-ში. სახლი აქ ნაქირავები, ხმისჩამწერი სტუდიის ერთ-ერთ მესვეურს და იქ უფრო chill რაღაცა ესე იქნებიან თავიანთ გარემოში. Bad Boys რამდენიმე მანქანაში ჩაჯდა, გაუყვნენ გზას, კორტეჟია მთელი, წინზის ფავტედი, მეორე მანქანაში ნოტარიუსი, ლილსისი და ნუ კიდე ვიღაცები, უკან კიდე სხვა მანქანები მოდიან. მოკლედ, გზაჯვარედინზე ყვითელი აინთო, ფავტედი გაიარა, და ამ დროს წითელი აინთო, გაჩერდა ნოტარიუსის მანქანა. გვერდზე ამოვდგა Chevy Impala SS მუქი ფერის. ამათ გამოიხედეს, ფიქრობენ რომ ვიღაც ფანი არის, შეიძლება გოგოებიც იყვნენ, რა ვიცით, დაგვიძახონ, მაგრამ არა. ლილსის იყვება, რომ იქ იჯდა მუქი ფერის კოსტიუმში ჩაცმული ბაბაჭკიანი ტიპი, რომელმაც ამოიღო იარაღი, ამათ მიუშვირა და 4 ჯერ გაიშალა. 4 მოხდა ბიგის. წავიდა მკვლელი. ამ დროს წამებში არეულობა არის, სროლის ხმა იყო, ღმერთო რა ხდება, ფაფის მანქანა მოტრიალდა ეგრევე წითელზე, უკან მოვიდა, გადმოხდა ფავტედი, უყურებს რომ ეს ნოტარიუსი უგონოდ აგდია იქა, ამათი მანქანა ეგრევე მიაჭირეს გაზს, რამდენიმე კილომეტრში იყო საავადმყოფო, ყველა წითელი გაიარეს, რაც იქ დაინახეს, მივიდნენ 6 კაცმა გადმოიღო ბიგი, დადეს საკაცეზე, შეიყვანეს და ნუ ყველა მიცის რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. საავადმყოფოს მოსაცდელში რამდენიმე ოთახი შეიკრიბნენ, ახლობლები მოვიდნენ ყველანი ვინც იყვნენ იქიდან და არის საშინელი სიჩუმე. იქით ფავტედი მუხლებზე არის დამხობილი და ლოცულობს, დანარჩენები დაძაბულებით განან ყველანი ოპერაციას უტარებენ ბიგის ოღონდ იქნება გადარჩეს პონტიამ და ცოტა ხანში საშინელი კივილის ხმა გაისმა ერთი ლილსიზი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაიგო, რომ ნოტარიუსი აღარ იყო ცოცხალი, თვითონ არის ამ ბიგის თავისი უფროსი მეგობრის და მენტორის და მთელი ცხოვრების სისხლით მოთხრილი, იმიტომ რომ გვერდზე ეჯდა ისა, ძირს აგდია და ღნავის და გვერდზე ტირის Faith Evans-ი, ნოტარიუს ბიაჯის ცოლი, ნუ ხელი გაწერილი არ აქვს, მაგრამ ერთად აღარ ცხოვრობენ, რომელსაც კიდე თავისი მოსასულიერებელი აქვს, იმიტომ რომ იმ პარტიზე ერთად კი არ იყვნენ, ესეც იყო და ბიგიც იყო და ერთმანეთი არ შეიმჩნიეს, ანუ ეს არ ელაპარაკებოდა, იმიტომ რომ იმას რა ქალების ამბავი იყო რა. ამბავი გამოვიდა და მაშინვე მოედო ჯერ მთელ ლოს-ანჯელესს და ეგრევე მთელ ამერიკას. და გვამი გაციებული არ არის, როდესაც უკვე დაიწყეს ლაპარაკი, რომ რა მოხდა.
ვინ მოკლა ბიგი? ის ხო არ იყო რაღაც გაგიჟებული თუფაკის ფანი, რომელმაც ნოტარიუს B.I.G დაადანაშაულა და მივიდა და ესროლა. ან იქნებ შუგნაითმა დაიქირავა მკვლელი. ან სხვები ამბობდნენ ფაფდედის ფული არ ქონდა გადახდილი Southside ქრიფებისთვის და იმათ შური იძიეს ასე. ამ რიცხვებს ახლა ჩამოვყვები, მაგრამ ორი სიტყვით მინდა გითხრათ ბიგის გასვენების შესახებ, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი მოვლენა თანამედროვე ნიუ-იორკის ისტორიაში. იმიტომ რომ მთელი უბანი, მთელი ბედსთაი იყო ქუჩაში გამოსული და ნუ აი აბსოლუტური სიჩუმეა, ყველა რაღაცნაირად ემშვიდობება თავიანთ გმირს, თავიანთ ჩემპიონს და რაღაც მომენტში ჩაიარეს მანქანებმა ვიღაცამ ჩართო მთელ ხმაზე ბიგის Hypnotize და უცებ აი ეს გლოვიარე პროცესია გადაიქცა რაღაცნაირ სევდიან მხიარულებლად. ტიპები მანქანებზე ავიდნენ და ცეკვა დაიწყეს და დაიწყო ქუჩებში ცეკვით აღნიშნა ბიგის დაკრძალვის, რომელიც მალე არეულობაში გადაიზარდა, ამბობდა პოლიცია, თვითონ იქ ვინც იყვნენ ამბობდნენ, რომ არაფერი არეულობა არ იყო, ტიპები გამოვიდნენ და ცემა დაგვიწყეს. მაგრამ მოკლედ ეგრე დამთავრდა, რა იყო გლოვა, რომელიც გადაიზარდა მხიარულებანარევ გლოვაში. რაცნაირი ალბათ მოეწონებოდა ცხონებულს თავისი გასვენება, რომ ეგრე წავიდა. ეხლა მე თვეების განმავლობაში ყველა ის გარშემო რა ვინც იყო, რაცნაირად ცდილობდა, რომ თან დაეტირებინა თავიანთი ბიგი, მაგრამ ამავე დროს ეს ამბავი ცოტა არ იყოს სათავისოდ გამოეყენებინათ. ჯერ მოდი Lil Kim მივახსენოთ, რომელიც არაერთხელ თქვი, მისი სახელი იყო პროტეჟე ნოტარიუს B.I.G-ს, მაგისი საყვარელი იყო, რამდენიმე ოფიციალური საყვარელი ყავდა ცოლის Faith Evans-ის გარდა და ჟურნალში ფოტოები გადაუღეს, ფოტოსესია იყო, სადაც დგას ნოტარიუს B.I.G-ს ფერფლიან ურნასთან ერთად, რომ ეჩვენებინა როგორ განიცდის. კრემაცია გაუკეთეს ბიგის ხედარს. და მერე ახლობლებს დაურიგეს ფერფლის ნაწილი. და მოკლედ Lil Kim-საც შეხვდა ფერფლის ნაწილი და ჟურნალში გაიჩითა, რომ რაცა ნახე ჩემ კაცთან ერთად აქვაარო. და მერე ამის გამო დაპირისპირება მოვიდა ვიოლეტასთან, ვიოლეტა არის იყო ნოტარიუსის დედა, რომელთანაც Lil Kim-ს ჰქონდა რაღაცა ისეთი ურთიერთობა, რომ ხან კარგად იყვნენ, ხან ცუდად და მერე კაი ხნის განმავლობაში ვიოლეტა არ ელაპარაკებოდა და ცუც ლაპარაკობდა ამაზე, იმიტომ რომ ეს რაც მეტისმეტად იმას აწვებოდა, რომ ჩემი ნამდვილი სიყვარული ბიგი იყო და იმასაც მე უყვარდი მხოლოდ. ერთ-ერთ სერიაში მოვყევი, როგორ ითრია და გაწიხლა Faith Evans-მა, ცოლმა. ეს Lil Kim-ი და ის აღარ მოვყევი, რომ ეს ერთხელ და ორჯერ არ მოხდა, რამდენჯერმე მოხდა. სადაც დაინახავდა იქ ეგრევე წიხლებით შესდგებოდა ხოლმე. სამაგიეროდ Lil Kim-მა ბიგის გასვენების დროს უფრო ხმამაღლა იტირა, ვიდრე Faith Evans-მა, რომ ეჩვენებინა, რომ აი ნახე როგორ არის. და მე საყვარლობა იყო, რომ შარშან როცა ვიოლეტა ვალასი გარდაიცვალა, გასვენებაში ყველა იყო მისული და Faith Evans-ი და Lil Kim-ი გვერდ იდგნენ რაღაცნაირად საჩვენებლად, რომ აი ეხლა ერთად ვართ და ალბათ აღარ უხსენებიათ, რომ რამდენჯერ ცემა ჩაცმული და ტიტველი Lil Kim-ი Faith Evans-მა. მაგრამ არავის არ უხეირია ბიგის სიკვდილით ისე როგორც ფაფდედიმ იხეირა. მალევე გამოვიდა მისი ალბომი No Way Out, რომლის ჩაწერაც ბიგის ცხოვრებაში იყო დაწყებული, ანუ ბიგი იყო ამ ალბომის პროდიუსერი რაღაცნაირად. ანუ ის იყო, რომ ნახე, ფაფდედი ჩემი მენეჯერია და მე დავეხმარები, რომ თავისი ალბომი გამოსცეს. სიმღერები რაც არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამ ალბომიდან It's All About Benjamins და Victory, მან ფაფის ვერსები არის ბიგის დაწერილი და მერე ჩაწერილი reference track ქვია, როცა სხვა რეპერი დაგიწერს ტექსტს და მერე თვითონ გარეპავს, რომ შენ მოусმინო და იმისნაირად გარეპო. მოკლედ, ბიგის გაკეთებული იყო ნახევარი ეგ, ესენი ჰიტები იყო, მაგრამ ყველაზე დიდი ჰიტი იყო ფაფდედის I'll Be Missing You. Sting-ის Police-ის Every Breath You Take-ის sample იყო აღებული და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიტი, რავი, საერთოდ. რაც ოდესმე გამოსულა მთელ მსოფლიოში. ნომერი პირველი ჰიტი იყო ისლანდიაშიც, რუმინეთშიც და ჰოლანდიაშიც. ამერიკაში 11 კვირა იყო პირველ ადგილზე ჩარტებში. შედარებისთვის ბიგის ყველაზე დიდი ჰიტი იყო Hypnotize, რომელიც გამოვიდა მის მკვლელობამდე 5 დღით ადრე და მერე ნომერი პირველი გახდა სიკვდილის შემდეგ. მაგრამ 3 კვირა იყო ჩარტების სათავეებში, ასე რომ ხო ფაფდედი გახდა ჰიპ-ჰოპის სუპერ ვარსკვლავი, მიუხედავად იმისა, რომ
ეგეთი უნიჭო ძალიან ცოტა ვიცი, რამე ძალიან აუტანელი კაცი, ანუ ნახე როგორ არის რომ პროდიუსერებისთვის არის რომ სემპლს რო იღებ, თუ ჩართავ და გეცნობა რაღაცა გოიმობა არის რა, უნდა გადააკეთო და შენი სახე მისცე. ფავტედი არის ხო, ეგრე რომ პირიქით ჩვენ გვინდა რომ თეთრკანიანებსაც გავიდეთ და მაგათთვის მნიშვნელოვანია რომ ნაცნობი მელოდია რომ დაიწყება, სწორედაც რომ ასწორებს და ამიტომ აიღო ეს Every Breath You Take, რომელიც ჩაწერა ისე რომ Sting-თან არ შეუთანხმებია საერთოდ, რომ დროზე, ანუ მაგას რამდენიმე თვე შეიძლება დაჭირდეს საავტორო უფლებების მოპოვებას, მოდი ჩავწეროთ და მე რაღაცნაირად მოურიგდებით Sting-ს. Sting-ს ვერ მოურიგდნენ, იმიტომ რომ იმან თქვა რომ არა, 100%-ია ამ სიმღერის writing royalties, ანუ სიმღერის ავტორი მე ვარო. და მიიღო კიდევაც და მას მერე როგორც თვითონ Sting-ი ამბობდა დღეში დაახლოებით $2000 შესდიოდა, იმიტომ რომ ფავტედიმ იჩქარა და თვითონ და Faith Evans-ი და 112 დასტიროდნენ თავიანთ მეგობარს, მაგრამ თან ისიც იყო კლიპს რო შეხედავ, რომელიც ალბათ ყველას აგვაქვს ნანახი. იქ თავარი მოქმედი პირი ფავტედი არის, რომელიც იქ იწლაწნება, მაგისი ტკივილი არის, მარტო მაგას მოუკვდა მეგობარი და ექცეკოს ბოლოს წვიმაში. მაგისთვის გაუსროლია ავრორას, თუმცა ავრორას არ მოუკლავს Notorious B.I.G. ხო და ვინ მოკლა? ფაფი მოკლა, ხო? ბოლოს ყველა მაგაზე ლაპარაკობს, რომ ფავტედია, მაგან გააგორა Tupac-იც და მაგან მოკლა Notorious B.I.G.-ც. რატომ მოეკლა ფავტედის თავისი მეგობარი, თავისი პროტეჟე და თავისი ყველაზე უფრო შემოსავლიანი არტისტი, როგორც ამბობენ, იმიტომ რომ Notorious B.I.G.-ს ყელში ამოუვიდა მაგისი უფროსობა, ყელში ამოუვიდა რომ ყველა ტრეკზე ფავტედის უნდა რაღაცები დაეძახა, ყველა კლიპში გამოჩენილიყო და ასევე ყელში ამოუვიდა ის, რომ საკმარის ფულს არ იღებდა ამ ყველაფრიდან და აპირებდა, რომ ცალკე წასულიყო და ამიტომ ფავტედიმ დროზე მოიშორა, რომ მე თავისი მკვდარი არტისტის დისკოგრაფია უფრო ფასეული იქნებოდა მისთვის. და არაერთი ინტერვიუ მაქვს მოსმენელი, სადაც ამბობენ, რომ აი ნახე ბიგიმ თქვა არა, რომ არ შემილია, ცალკე უნდა წავიდე. ოღონდ ესენი სულ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არის გავრცელებული. მანამდე 2003-2005-2005 ერთი წიგნი არის, მეორე ბიოგრაფია ბიგის, სხვა კიდე ინტერვიუები, არავინ მსგავს რამეს არ ახსენებდა. ანუ კი მართალი იყო, რომ ბიგის ცოტა აწუხებდა ხოლმე ფაფი. სტუდიაში არ შედიოდა ის თუ იქ იყო, იმიტომ რომ წვის გაუბრღავდა მე. კი ბიგი ამბობდა, რომ ვაპირებ, რომ ფინანსები შევისწავლო, რომ მე ჩემი თუ მართო, ჩემი ფული და ისიც მართალია, რომ ფაფი მეტ ფულს შოულობდა ბიგიზე, ვიდრე თავად ბიგი. მაგრამ ამ უკანასკნელიდან დავიწყებ, ეგ განსაკუთრებულად გამონაკლისი მოვლენა არ იყო იმ დროინდელ მუსიკაში, როცა ყველასთვის უცნობ ტიპს აიყვან და მე იმისგან ცდილობ, რომ რაღაცა ვარსკვლავი გააკეთო. რომელიც ფაფიმ გააკეთა. ბიგი იყო მადლიერი მთელი ცხოვრება სანამ მოკვდებოდა ფავტედის, რომელიც კიდევ ერთხელ არის აუტანელი საზიზღარი ადამიანი, გარშემო არავის არ ევასება, მეგობარი არ აყავს მას მერე, იმიტომ რომ არის ცუდი კაცი, მაგრამ ბიგისთვის არ იყო ეგრე, იმიტომ რომ ბიგი იყო ერთი კრეკის გამყიდველი ბრუკლინში, რომელსაც ფაფიმ ხელი დაადო და თქვა, რომ მე შენგან გამოვიყვან ვარსკვლავს და გამოიყვანა კიდევაც. რო არა ფავტედი დიდი ალბათობით Notorious B.I.G.-ს საოცარი ნიჭი დარჩებოდა ქუჩაშივე, იმიტომ რომ ტიპმა ყველაფერი გააკეთა, რომ ამისგან რაღაცა გამოეძერწა და ბიგი მაგას ხედავდა და აფასებდა. ბოლო ინტერვიუ, სადაც ბიგი ლაპარაკობს ფავტედიზე, არის ჩაწერილი ვიდეო ინტერვიუ არ არის, წიგნში არის, მაგრამ ტიპს ელაპარაკა 2 დღით ადრე თავის მკვლელობაზე და ბიგიზე ეკითხება ჟურნალისტი და ეს ყვება, რომ აი რაღაც თავიდან რომ თათისე ვერ დავამოღამეო, მეგონაო, რომ რაღაც ისეთი ტიპი იყო რა, რომ და მერეო მივხვდიო, რომ cool არისო რა, დავაფასეო და ცოტაო გული მწყდებაო, რომ თვითონაც როგორც ამბობსო, ვერ შეირგო, აი bad boys წარმატება, დრო არ ქონდაო, რომ რაღაცა მაგითი ესი ამოვნაო. მოკლედ აი, არაფერი არასდროს ესე ინტერვიუებში და ღიად ბიგის ფაფის წინააღმდეგ არ უთქვამს და ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაც გეგმავდა, რომ ამას მოშორებოდა და სხვაგან წასულიყო. მოკლედ, ეგ ვერსია, რომ ფავტედი დგას ამის უკან, ბოლო რამდენიმე წლის ამბავია, მანამდე მაგაზე არავინ არ ლაპარაკობდა, იმიტომ რომ რაღაც ცოტა წარმოუდგენელი იყო. მაგრამ ის რომ ბიგი ფაფის გამომოკლეს, ეგ როგორც უკვე ვთქვი, სულ თავიდან ჯერ კიდევ გვამიგაციებული არ იყო, ეგ ვერსია გაჩნდა. ვერსია არის ესეთი, როცა ფავტედი და ნოტარიუსი და სხვა bad boys ჩადიოდნენ კალიფორნიაში, მათ დასაცავად იღწვოდა Southside Crips.
რომელსაც ფაფი უხდიდა ფულს. და მოკლედ ვერსია იყო ესეთი, რომ შეპირდა ფაფ-დედი $100,000, მისცა $10,000, გადააგდო და იმათ შურისძიების მიზნით მოუკლეს ნოტარიუს B.I.G. და ეს არ არის ის ფული, რომ მე რო ამბობდნენ, რომ ფაფ-დედიმ თქვა, რომ $1 million ვიხდი თუპაკის და შუგნაითის მკვლელობაშიო, ეს არის დაცვისთვის გადახდილი ფული, რომელიც ამ სკრიფები გადააგდო. ოღონდ კონკრეტულად ვინ გადააგდო? მინდა ქიფიდი. კაცი, რომელიც ეხლა როცა ჩვენ აქ ვლაპარაკობთ სასამართლოს სხდომაზე ზის შეიძლება, არ ვიცი ხა რა მომენტში უყურებთ ამ ყველაფერს და თუპაკის კულალობაზე ლაპარაკობს, რომ მეო რომ მოვყევიო, რომ მე მოვკალიო, მე მანდარებს შუაში არ ვიყავი, მოვიტყუეო. დიახ, არის შანსი, ანუ იყო თავიდან ვერსია, რომ ქიფიდი მაგ არარაობამ, აი ეგეთი ვინ დახშული და უსიამოვნო ადამიანი, რომ ცოტა გინახავს ცხოვრებაში, მაგან მოკლა თუპაკიც და ნოტარიუს B.I.G.-ც. ოღონდ ალბათ არა. ერთი არის, რომ სასამართლოში რომ დგას და თუპაკზე ლაპარაკობს ქიფიდის, სწორედ აი ამ ეჭვის ბრალია, იმიტომ რომ ერთმა პოლიციელმა, რომელიც ამ საქმეს იძიებდა ნოტარიუსის მკვლელობას, სწორედ აი ამ ვერსიის გამო მიმართა ქიფიდის და უთხრა, რომ შენზე გვაქვს უამრავი სამხილი, რომ საოცარი რაოდენობით ნარკოტიკებს ყიდდი და თუ გინდა რომ აი ცოტა რაღაცა შეგიმსუბუქდეს, რაც იცი დაყაჭეო. რამე გქონდა კავშირი ნოტარიუსის მკვლელობასთანო და იმან თქვა, რომ არაო, მაგრამ ნუ აი თუპაკის მკვლელობასთან მქონდა და მოგიყვები ახაო. ასე რომ ძალიან სავარაუდოა, რომ იქ რო ქონოდა საქმე, იმასაც მოყვებოდა, ამაზე არავის არ უკითხავს და თვითონ დაიწყო მოყოლა. ეგეც რო არ იყოს, პოლიციამ მალევე ამოწერა ეჭვმიტანილთა რიგებიდან და თან ახლა იმასაც ვფიქრობ, რომ ხა მაგათი მოკლული კაცი ვნახეთ. 14 ჯერ ისროლა ორლანდო ანდერსონმა და 4 ტყვია გაარტყა აქედან ტუპაკს და იმას არ მოხვედრია შუგნაიც არაფერი, მთასავით კაცია. ბიგი შემთხვევაში 4 ტყვია გაისროლეს, 4-ვე მოხვდა. ხო და ნოტარიუსის მკვლელობის გამოძიება მიდიოდა დუნეთ და ნელა. თავის მიზეზებიც ჰქონდა ამას. ანუ ერთი ის იყო, რომ არავინ გარშემო ჩვენებას არ იძლეოდა. ანუ ვიღაცა მოგცემდა, ვიღაცა არა. ყველას თავისი ის ჰქონდა, რომ ჩვენ განგსტერები ვართ, ეს ლოს-ანჯელესია ძმაო, აქ პოლიციას არ ველაპარაკებით. მეორე იყო ის, რომ განსხვავებით თუპაკის მკვლელობისგან ეს აი აშკარად ეტყობოდა, რომ რაღაც დაკვეთილი მკვლელობა არის, რომლის გამოძიებაც უფრო რთული არის. მაგრამ მალე გაჩნდა შეკითხვები, რომ ხო არ არის აქ მესამე მიზეზიც, რის გამოც მიდის გამოძიება დუნეთ. რაღაც სხვაგან ხო არ არის ძალისთავი დამარხული. სწორედ იმ დღეს, როდესაც ბიგის ასაფლავებდნენ ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესის ქუჩაში, ასეთი ინციდენტი მოხდა. წითელზე არის გაჩერებული მიცუბიში მონტერო, სადაც ზის სტიჯანიანი თავგადაბარსული შავკანიანი მამაკაცი, მთელ ხმაზე აქვს მუსიკა ჩართული და გოროზად უყურებს გვერდით ბიუიქს, ნათრევი ძველი მანქანა, სადაც თეთრკანიანი ტიპი ზის და ამას უყურებს. ერთი-ორი წამი ერთმანეთს უყურებენ, ამან ჩამოწია ბიუიქმა ფანჯარა და ეკითხება, რომ რა გინდაო, რა ხდებაო. იმან უთხრა, შენო არავინ არ გიყურებს, punk motherfucker. ამან უთხრა, რა პრობლემაა ძმაო და იმან უთხრა, კიო, მე ვარ შენი პრობლემაო. I am your problem. გაცვალეს სიტყვები, ცოტა არ იყოს აგინეს ერთმანეთს, მიდიან თან მანქანით, მწვანე აინთო და ეს ბიუიკის თეთრმა ტიპმა უთხრა, რომ გააჩერა იქითო დავიბაზროთო. მონტერომ გააჩერა და ბიუიკი დატყდა, წავიდა. მონტერო გამოეკიდა უკან და დროს დევნას აქვს ადგილი საკმაოდ მანქანებით გადატვირთულ ქუჩაში. წამოეწია მონტერო და შავკანიანმა იარაღი ამოიღო, რომ ესროლა. მაგრამ ამასაც ჰქონდა, თეთრსაც ჰქონდა იარაღი, რომელიც გამზადებული იყო და ორჯერ ესროლა. პირველი ააცილა, მეორე მოარტყა, მოკლა. მოვიდა პოლიცია. ოღონდ აღმოჩნდა, რომ პოლიცია კი არ მოვიდა, პოლიცია უკვე იყო ადგილზე. იმიტომ რომ ეს თეთრკანიანი ტიპი ბიუიქში არის პოლიციელი, LAPD-ის წარმომადგენელი. ხვაზე ხარ. 97 წელი, ლოს-ანჯელესი, თეთრკანიანმა პოლიციელმა მოკლა შავკანიანი ქუჩაში. არ არის კაი ამბავი. მაგაზე ნახევარი ქალაქი დაუწევთ სხვა დროს. ნელ-ნელა ირკვევა, რომ კიდევ უარესად არის საქმე. რამე თუ შავკანიანის პოლიციელია. ერთმა პოლიციელმა მეორე მოკლა. ოღონდ თეთრმა შავი და მედია წერს უკვე ამაზე, რომ ნახე, ხა უბრალოდ იმით კი არ კმაყოფილდებიან, რომ ბიჭებს გვიკლავენ ქუჩაში დგომის გამო. ეხა უკვე პოლიციელებსაც ხოცავენ რასობრივ ნიადაგზე. ამჯერად კიდევ ერთი ძმა მოგვიკლეს, კევინ გეინსი. ესე ერქვა შავკანიან ტიპს.
ანუ ოფიციალური ვერსიაა, რომ ვიღაცა გიჟი შავკანიანი ქუჩაში მოვიდა და გინება დაგიწყო და შენ მოკალი ვინჭამს ეხა მაგას. ლოს-ანჯელესია, ხო ვიცით როგორ ხდება ხოლმე, ხო ვიცით როგორ იტყუება პოლიცია. ოღონდ გამოძიება მიდის და ყველანაირად დასტურდება ამ თეთრკანიანი პოლიციელის ვერსია. დასტურდება იმით, რომ არის ჩანაწერი უსაფრთხოების კამერის, სადაც ჩანს, რომ მირბის ბიუიკი მანქანა, რა ვიცი, წინ მიდის და უკან მისდევს ეს მონტერო. დასტურდება იმით, რომ ტიპმა სამჯერ რაციაში გადასცა, რომ ვიღაცა გიჟი მომდევს და დამეხმარეთო. დასტურდება იმით, რომ კევინ გეინს გვერდზე ეგდო იარაღი, რომელიც არ ჩაუდიათ, იმიტომ რომ მაგის სახელზე არის რეგისტრირებული. მაგრამ რაც მთავარია, ნელ-ნელა ირკვევა, რომ ამ კევინ გეინსისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვიღაცას უმიზეზო დაუხდა. არც მეორე არის. ორი სხვა შემთხვევა იყო, როდესაც იარაღი ამოიღო და აღმოჩნდა, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელია, ვისაც დაუმიზნა იარაღი. ეს რაც ვიცით, ანუ რამდენჯერ იარაღი დაადო ვიღაც ტიპს, რომელიც პოლიციელი არისო, არავინ არ იცის. ასევე გაჩნდა შეკითხვები, რომ ტიპს ვერსად შეაცვია. სახში უდგას BMW, Mercedes და კიდე რაღაც უზარმაზარი SUV ჯიპი. პოლიცielis ხელფასზე 4 სულიანი ოჯახის პატრონს საიდან ჩიტმა მოიტანა, ჰაერმა მოიტანა და ის მონტერო, რითაც გზავრობდა, შიგნით დგას ტელევიზორი და ვიდეო მაგნიტოფონი, რაც 97 წელს არის ფუფუნების პიკი, არავის არ აქვს, ვის აქვს ეგა. საიდან ეგ მანქანა? თან აღმოჩნდა, რომ მაგისი არ არის, ეგ მანქანა არის გაფორმებული რომელი ორგანიზაციის სახელზე? Death Row-ს სახელზე. ეს ტიპი ვისთან ერთად ცხოვრობს სახლში? შუგნაითის ყოფილ ცოლთან ერთად. სად მუშაობს ხოლმე, როცა სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებს? სადა დაცვა არის Death Row-ში. ოღონდ, როგორც დეტექტივ რასელ პულს უთხრეს, მნიშვნელოვანი პერსონაჟია, მაგან დაიწყო ამ საქმის გამოძიება, დაცვა, კარებთან დგას დაცვა კი არ არის. არამედ ეგ და რამდენიმე კიდევ პოლიციელი, რომლებიც კიდევ ერთხელ როცა სამსახურის დრო არ აქვს, Death Row-ში მიდიან ხოლმე, აკონტროლებენ, რომ როცა იქ ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვა ხდება, ესენი შორი ახლოდ განან, რომ ვიღაცამ ესენი არ შეაწუხოს, სხვა პოლიცია არ მოვიდეს. რაღაცა კიდე ისინი თუ მამაძაღლობენ, ესენი აფარებენ ხელს. ხო და ამ ჩვენს დეტექტივ პულს გაუჩნდა შეკითხვა. რომ ნოტარიუს ბიაჯისთან ხო არ არის კავშირში ეს ტიპი. და დეტექტივმა პულმა გადაწყვიტა, რომ თავის თავზე აიღო ნოტარიუს ბიაჯის გამოძიებაც. გადაიბარა ეგ საქმე. ეს შეკითხვა, რომ ეს პოლიციელები ხო არ არიან რაღაცნაირად კოლობაში ჩართულები, კიდევ უფრო გამწვავდა რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც დააკავეს კიდევ ერთი დეტექტივი, დევიდ მეკ. დააკავეს რისთვის? ბანკის ძარცვისთვის. $700,000 გაიტანა იქიდან. საოცარი შემთხვევა იყო, რომელშიც ახლა კიდევ ვეღარ ჩაუღრმავდები, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ სახში ჩხრეკარო ჩაატარეს, ამას ჰქონდა რამდენიმე წითელი კოსტიუმი, ბლადსის კოსტიუმი და როგორც მე სხვებს დაელაპარაკნენ, ეს თავის თავს ბლადად უფრო მიიჩნევდა ვიდრე პოლიციელად. და ასევე სახში ჰქონდა თუფაკის კუთხე მოწყობილი. ანუ, ახლა ყველანაირი მიზეზი ჰქონდა, რომ ყოფილიყო რაღაცნაირად ჩართული ნოტარიუს ბიაჯის კვლელობაში. კორუმპირებული იყო, საზღარი იყო, Death Row-სთან კავშირი ჰქონდა, ალბათ, თუფაკი ევასებოდა, ბლადი იყო, რაღა დარჩა. ცოტა ხანში დააკავეს ამ დევიდ მეკის მარჯვენა ხელი, ოფიცერი რაფაელ პერეზი, კოკაინის გაყიდვისთვის. აღმოჩნდა, რომ ტიპი იპარავდა პოლიციიდან ნივთმტკიცებად ამოღებულ კოკაინს და ყიდდა. და იმ კოკაინის ნაცვლად ტოვებდა ფხვნილს რაღაცას. თუ გინახავთ ფილმი Training Day, Denzel Washington და Ethan Hawke რო თამაშობენ, ხა ის მხატვრული ნაწარმოებია, მაგრამ ამ ტიპის ამბებზე არის გადაღებული და Denzel Washington-ის სპეციალურად ამის მანერებს სწავლობდა, რომ მსგავსი რაღაცები გაეკეთებინა. ანუ ნელ-ნელა გასკდა, რომ არის მთელი კონსპირაცია, არაერთი პოლიციელი ლოს-ანჯელესის ერთ კონკრეტულ განყოფილებაში, პოლიციის კონკრეტულ განყოფილებაში, რამპარტში, რომლებიც გაცილებით უფრო დიდი განგსტერები არიან, ვიდრე განგსტერები არიან, ნარკოტიკებს ყიდიან, ჩაუდებენ, ამოიღებენ, ვიღაცას ესვრიან, რასაც უნდათ იმას აკეთებენ. ამათზე არის არაერთი ფილმი მერე გადაღებული, ანუ ზოგი პირდაპირ ამათზეა, ზოგი შთაგონებით. ერთი Rampart არის Woody Harrelsoni თამაშობს და
კიდე არის Shield სატელევიზიო სერიალი, რომელიც მე არ მინახავს, მაგრამ ყველა ძალიან აქებს. აი ამ სკანდალით არის შთაგონებული. ხო და დეტექტივ პულს ინფორმატორები ციხიდან აწვდიან ინფორმაციას, რომ ეგენი ყველანი death row-ზე მუშაობდნენ, მაგათი ორგანიზებულია Notorious B.I.G.-ის მკვლელობა და ერთმა ინფორმატორმა თქვა, რომ ვიცი, ვინც მოკლა Notorious B.I.G. ეგ არის Nation of Islam-ის წარმომადგენელი, რომელსაც არ ჩაუღრმავდები, მაგრამ ტიპები არიან, რომლებიც როგორც წესი ესე დადიან ხოლმე გამოწყობილები კოსტიუმში, ბაბოჩკა შეიძლება ქონდეთ ან ჰალსტუხი და აი არ მახსოვსო რა ქვიაო, შეიძლება აბრაამი ერქვა, შეიძლება კეკე ერქვა და შეიძლება ამირი ერქვაო. პულმა შეხედა, ვინ მიაკითხა დევიდ მეკს, აი მას სახში რომ ტუპაკის ფოტოები ქონდა გამოკრული ციხეში და რა დაინახა, არის ამირ მუჰამედი. ეგეც მკვლელი. მაგრამ პრობლემა ის არის, როდესაც დეტექტივი პული მიდის თავის უფროსობასთან და ეუბნება, რომ დამატებითი ინფორმაცია მჭირდება, აი პერეზზე მომაწოდე, მეკზე მომაწოდე, ფაილი მინდა, შევკრა საქმე, მაგათი მოკლულია B.I.G. ისინი ეუბნებიან, რომ არა, ამ ინფორმაციას არ მოგცემ და მაგას შეეშვი, ეგ შენი საქმე არ არის. სამწუხაროდ რა ჩემი საქმე არ არის, ანუ მომეცით ფაილი მჭირდება და საერთოდ დავაკავშიროთ ხო, ანუ მან არის ქსელები არის, ყველაფერი არის, შეგვიძლია რომ წინ წავიდე და ისინი უბრალოდ არა, დააყენე, არ არის ეგ შენი საქმე, მაგას შეეშვი, სხვები მიხედავენ. ანუ ჰოლივუდის ფილმია, ხო? სახელდობრ არის, მე მგონია რომ დეტექტივ პულს თავი წარმოედგინა გმირად ფილმისა ლოს-ანჯელესის საიდუმლოებანი LA Confidential, რომელიც მაგ დროს არის გამოსული და მაგ დროს გადიოდა კინოში და სავარაუდოდ ნანახიც აქვს. ანუ ტიპი არის, რომელმაც კონსპირაცია ამოქეკა, სადაც არიან ჩართულები პოლიციელები და რის გამოც აჩუმებენ ამას. და აჩუმებენ მართლაც და მოხსნეს საქმიდან, სხვაგან გადაიყვანეს, იქით გადმოიყვანეს და 99 წელს იძულებული გახდა, რომ წასულიყო სამსახურიდან. David Mack and Amir Muhammad are somehow involved in this case. And the department, time and time again, has avoided the truth. And when you add everything up, what other reason could there be? The reason being is because they do not want to expose to the public that Los Angeles police officers were involved in the conspiracy to kill Biggie Smalls. ჩუმად არ წამოსულა, ცოტა ხანში დაწერა წიგნი, უბრალოდ თვითონ არ დაუწერია, ავტორი სხვა არის, მაგრამ ამისი მონათხრობის მიხედვით, რომელსაც ქვია ლაბირინთი, LA Labyrinth და მე ამ წიგნის მიხედვით გადაიღეს დოკუმენტური ფილმი Biggie and Tupac და ამისი ვერსია საყოველთაოდ გავრცელდა. სხვადასხვა 2018 წლის მხატვრული ფილმი არის City of Lies, სადაც ჯონი დეპი თამაშობს ამ ტიპის როლს. Some evidence stays locked away in the dark. Who shot Biggie Smalls? It's a riddle. ეხლა როცა ეს წიგნი გამოვიდა და დოკუმენტური ფილმი გავრცელდა, ვიოლეტა უოლასმა და Faith Evansმა, როგორც Biggie-ის მემკვიდრეებმა, უჩივლეს ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტს. $500 მილიონ ითხოვდნენ. და როცა საქმე მივიდა სასამართლომდე, ლოს-ანჯელესის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა Internal Affairs. გენინსპექცია არის ჩვენს ენაზე. ეჭვი მაქვს, რომ იმათი შინაგანი საქმეები თუ შიდა საქმეები, როგორც ითარგმნება დამოუკიდებლობის, ბევრად უფრო მაღალი ხარისხით სარგებლობს, ვიდრე ჩვენი, მაგრამ მან არ გავჩერდები, წაიღეს ყველაფერი, რაც იყო Biggie-ის საქმესთან დაკავშირებული. ტომები, კასეტები, ჩანაწერები, რა ვიცი, ყველაფერი რომ შეემოწმებინათ, რამე არასათანადოს ყوار ქონდა ადგილი. სასამართლო პროცესზე ამ Faith Evans-ის და Violet-ას წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ ლოს-ანჯელესის პოლიციამ არ გადასცა Internal Affairs ერთი კასეტა, სადაც ინფორმატორი ერთ-ერთ დეტექტივს უყვება, რომ ეს პერესიც და მეორეც არიან დაკავშირებული death row-სთან. მოსამართლემ რო კითხა დეტექტივს, სხვა დეტექტივი არ აქვს მნიშვნელობა, რა გვარია, რომ ეს რატო არ მიეციო გენინსპექციას, ამან უპასუხა, რომ დამავიწყდა, არ მახსოვდა, რომ ქონდა ეს კასეტაო. მოსამართლემ უთხრა, რა არ გახსოვდაო თქვენ, რას ლაპარაკობთ თუ აქო, გამოცხადდა mistrial, ანუ არ თავიდან უნდა ჩატარდეს სასამართლო და დაეკისრა ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტს $1.1 მილიონ გადახდა ამათი მომჩივანების სასამართლოს ხარჯების დასაფარად და კიდე რაღაცა ჯარიმა.
ანუ აბსოლუტურად სერიოზულად არის შანსი, რომ ლოს-ანჯელესის პოლიციამ წააგოს ეს საქმე და მოუწიოთ $9 მილიარდი გადახდა, რაც საერთოდ უფულოდ დატოვებთ იმათ. ამიტომ ეხლა მართლა აეწვათ პროჭი, შექმნეს სპეციალური გუნდი, მოიწვიეს დეტექტივი გრეგ კეიდინგი და უთხრეს, რომ რაც გინდათ, ქენი და დაადგინეთ ვინ მოკლა ეს კაცი. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება შემოგვეტანოს, რომ ჩვენ ვაფარებდით ამ ყველაფერს ხელს. You know, kind of a couple of years had really gone by since anybody was actively investigating it, and the lawsuit came up. And they're like, the best thing to do is put fresh eyes on this. Don't have people that have already, been through the murder books and have already tried to solve it. Let's get fresh eyes on this, a new perspective, new energy, and see if we can come up with something new. Right. და გრეგ კეიდინგმა დაადგინა და სავარაუდოდ მართლა, თავიდან ეჭვის თვალით შეხედავთ, მაგრამ რომ ალბათ მართლა არ ქონდა ლოს-ანჯელესის პოლიციას კავშირი არც ბიგის მკვლელობასთან და არც ცდილობდნენ, რომ მიეჩქმალათ ან რაღაც ხელი დაეფარებინათ ვიღაცაებისთვის. თავიდან ის საკითხი, რომ რატო უმალავდნენ დეტექტივ პულს ინფორმაციას, რატო არ აძლევდნენ ფაილებს, რატო ეუბნებოდნენ, რომ შეეშვი ამას, იმიტომ რომ იმ კორუმპირებული პოლიციის საქმეს უკვე იძიებდა FBI და ეს გენინსპექცია. Internal Affairs, რომელსაც თავიანთი პროტოკოლი აქვს და პირველ რიგში ის, რომ არ გაუზიარონ სხვა დეტექტივებს, რომლებიც ამაში არ არიან ჩართულები, ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს არის საიდუმლო, იმიტომ რომ აქ კიდევ ვიღაც სხვა ხალხი არის ჩართული, რომელიც არ უნდა დააფრთხონ. და ვერ იტყვი, რომ იმათ ხელი დააფარეს ვიღაცას, იმიტომ რომ საერთო ჯამში ამ გამოძიების შედეგად გამოვლინდა 80-მდე პოლიციელი, რომელიც ამა თუ იმ ფორმით და სხვადასხვა დოზებით ჩართული იყო აი ამ რაღაცა კორუფციის ჭაობში. ზოგი დაიჭირეს, ზოგი სამსახურიდან გაუშვეს, ზოგს ისეთი სასჯელი არ შეხვდა, ალბათ როგორც იმსახურებდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გასაგები არის, რატო შეიძლება ამისთვის ეთქვათ, რომ დაანებე თავი იმასო. კაი, ამირ მუჰამედს რაც შეეხება მკვლელს, მალევე იპოვეს ის ტიპი, რომელიც არსად არ იმალებოდა. არსებობს მართლა ამირ მუჰამედი, რომელიც არის მაკლერი და რომელიც რაღაცნაირად იცნობდა იმ ტიპს და იმიტომ მივიდა ციხეში. არ დამალულა არსად, ამბობდა, რომ არ ვარ მკვლელიო, პოლიციამ გამოიკვლია და არ არის მკვლელი, თავისთვის თავის რაღაცებს აკეთებს. ეს ამირის სახელი საიდან გაჩნდა, ხო გახსოვთ ერთ-ერთმა ინფორმატორმა რო უთხრა ამ დეტექტივ პულს, რომ ვიღაცა ამირი არისო მკვლელიო და აი მან გაირკვა მთავარი ნაკლი ამ რასელ პულის გამოძიებისა, იმიტომ რომ თავიდანვე იმდენად მოიხიბლა თავისი ვერსიით, რომ კრიტიკის გარეშე იღებდა ციხიდან გამოსულ სნიჩების, ანუ აი ბოზების ჩვენ ენაზე მოტანილ ინფორმაციას, იმიტომ რომ ესენი არიან ხალხი, ვით ზოგი ათეულობით წლით ზის ციხეში, ზოგი მთელი ცხოვრებით, მაგრამ დასაკარგი არაფერი არ აქვს, ანუ თუ რაღაც ამათ ინფორმაციას იყიდეს ვიღაცა, იქნება ცოტა რაღაცა შემომსუბუქდეს. სხვათან საქმე მაინდა-მაინც არაფერი არ აქვს და თუ დაინახეს, რომ პოლიციელი ამათ ყურს უგდებს, ეცდებიან, რომ ის უთხრან რისი გაგონებას იმ ადამიანს სურს. იმიტომ რომ მე რო ჩამოყვნენ ამის წყაროებს ციხიდან არც ერთი სანდო არ იყო, ყველა რაღაც ჩვენებებს ურევდა, ყველა ამ ტიპს ვინც ამირის სახელი თქვა, საიქო მაიკი ქონდა მეტსახელი. ხო და ამ კეიდინგის გამოძიება იმდენად დამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ სასამართლო საქმე მთლიანად ჩამოიშალა. და მიუხედავად იმისა, რომ ამირ მუჰამედი დღემდე აქა-იქ მოიხსენიება ხოლმე, რომ ალბათ ის იყო მკვლელიო, ნუ არსებობს ის კაცი და არ არის მკვლელის სახელით ცნობილი, სავარაუდოდ არავინ არასდროს არ მოუკლავს. თუმცა შეიძლება რომ რაღაცა სახლს, რომელსაც ყიდ და ცუდი ფოტოები გადაუღო და სადღაცა განათავსა, მაგაზე თავს ვერ დავდებთ. კაი. ვინ მოკლა ნოტარიუს B.I.G. გრეგ კეიდინგის თეორიის თანახმად ნოტარიუს B.I.G. მოკლა ვენდელ მეტსახელად ფუჩი ფუსმა. ამ დასკვნამდე მივიდა ასე. გამოძიების ფარგლებში გავიდნენ ტერეზა სვანზე, რომელიც გახლავთ შუგ ნაითის ერთ-ერთი გერლფრენდი, იმას ბევრი ყავს. ამ ტერეზა სვანს ციხე ემუქრებოდა რაღაც არადაკავშირებული თავისი ამბების გამო. რო უთხრეს, რომ თქვი ახლა რა იცი ყველაფერიო, იმან თქვა, რომ შუგ ნაითმაო ციხიდანო მითხრაო, რომ დესროუში მივსულიყავი და $13,000 მიმეცა ფუჩისთვისო. რამდენიმე ხნის მერე ფუჩი ისევ მოვიდა ჩემთან, რომ მჭირდება ფულიო და შუგ ნაითმა მითხრა, რომ კიდევ $4,000 მიეციო და მე მივეციო. ეხლა ეს ფუჩი მართლა არსებობდა ეგეთი ტიპი და იყო შუგ ნაითის შავი საქმეების შემსრულებელი. დესროუსთან მაინდა-მაინც არ ტუსავობდა, არ ჩნდებოდა ხოლმე იქ, მაგრამ იცოდნენ რა, როცა რაღაცა იმას უნდა რომ
ცუდი მოხდეს, Pucci მივა და გააკეთებს. Who do you think killed Biggie? I think Pucci was involved. I think Suge Knight orchestrated it through his, at the time, girlfriend / baby mama. When you hear the theory that Pucci was the shooter, what is your take on it? Right on. When you feel people are putting Pucci as Biggie's killer, how do you feel? Someone who you were friends with. And like I said, Pucci's gone at this point. Yeah. It don't matter if he here or not, you know what I'm saying? It's just sort of shit I ain't gonna speak on, but I'm gonna say this though. He was a hitter. თავად Pucci 2003 წლის ივლისში მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა ლოს-ანჯელესის ქუჩებში, როდესაც ვიღაცამ უკან 10 ტყვია დაახალა კალაშნიკოვიდან. სავარაუდოდ ამ ნოტარიუსის საქმესთან არაფერ კავშირში არ იყო, როგორც ამბობენ, მაშინ იყო გაჩაღებული ომი ბლადსის ორ დაჯგუფებასთან ერთად, ეს იყო აი მობ პაირუს ნარჩენების დესროუს ხალხის წარმომადგენელი Pucci, რომელსაც დაუპირისპირდა Fruitvale Pyros ხალხი, რაც PCP-ის ნარკოტიკების გაყიდვაზე იყო ლაპარაკი და მოკლედ მაგას შეეწირა. დღეს ყველაზე სანდო ვერსიად მიიჩნევა ეს, რომ Notorious B.I.G. მოკლა Pucci-მ Suge Knight-ის დაკვეთით. მაგრამ არცლად ისეა საქმე, რომ ამ ვერსიას წყალი არ გაუვა. ერთი, რომ Lil Sizzy ამბობს, რომ მანქანაში ვიჯექი და დავინახე ტიპს რა ეცვა, ბაბაჭკიანი რაღაც Nation of Islam-ი ტიპი იყო. Greg Kedingi ამბობს, რომ ამ Pucci-ს და Nation of Islam-თან რაღაც კავშირები არ დგინდება მართლაც და, მაგრამ ამბობს, რომ ისეც ხდებოდა ხოლმეო, როდესაც მკვლელებიო სპეციალურად იცვამდნენ იმათნაირ ტანსაცმელს, რომ კვალი აერიათ გამოძიებისთვისო, თუმცა რას ეყრდნობა მისი ეს მტკიცება, კაცშულმა არ იცის. ამ საქმეს Greg Kedingi ბოლომდე ვერ მიყვა, იმიტომ რომ ამის პარალელურად კიდე რაღაც სხვა გამოძიებაში იყო ჩართული, ვიღაც ტიპის წინააღმდეგ დაიკიდეთ, სადაც ბრალი დასდეს, კი არა და ამხილეს არასათანადო ან შეცდომაში ან გადაცდომაში, მოკლედ რაღაცა ჩვენებაში, რომელიცაც მოიპოვეს ჩხრეკის ორდერი, რაღაცა არასწორად ქონდა ნათქვამი, რომელიც იმას ვეღარ ჩაუღრმავდი, რომ ეს ეხა დამნაშავეა თუ შეეშალა მართლა თუ რა იყო, არა აქვს მაგას მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თუ ოდესმე ესენი საქმეს წამოიწყებდნენ Suge Knight-ის წინააღმდეგ, იმისი ადვოკატები იტყოდნენ, რომ ტიპი, რომელიც ამას იძიებდა, არ არის სანდო, იმიტომ რომ ნახე ერთხელ უკვე რაღაც მოიტყუა იქ იმ სხვა საქმეში და რა ვიცით, რომ აქ რაღაცას არ იტყუება. სცადეს რაღაცნაირად აი Suge Knight-ის ხელის დადება, გამოძიება, ეს ქალი ვინც ამბობდა, რომ $13,000 მივიტანეო Pucci-სთანო, ერთხელ შეუშვეს მოსასმენი აპარატურით, მაგრამ ძალიან ნერვიულობდნენ, რომ იმ არამე არ დაუშავოს ამასო. Suge Knight-ი არ არის მაგის ჩიტი, რომ რაღაცა ღიად ელაპარაკა და მოკლედ მორჩა ეგ ამბავი რა. LAPD-საც ლოს-ანჯელესის პოლიციასაც მაინდა-მაინც აღარ აინტერესებდა არაფრის გამოძიება, იმიტომ რომ თავი გაიმართლეს, ის 9 მილიარდი აღარ ქონდათ გადასახდელი და ეხა ნუ რა გავაკეთოთ. ვინც არ შეეშვა ამ საქმეს არასდროს იყო დეტექტივი პული, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ამბობდა, რომ ეს Greg Kedingis ვერსია არის არასწორი, თვითონ იყო მართალი, მართლაც და კონსპირაციას ჰქონდა ადგილი და 2015 წელს კიდე აპირებდა, რომ რაღაც ახალი წიგნი დაეწერა ამასთან დაკავშირებით, პოლიციაში იყო მისული, რაც გამო ინტერვიუს ასაღებად და გულის შეტევით გარდაიცვალა. Russell Poole had so many problems. He quits basically a year before retirement. This whole thing is, why won't they listen to me? Here's the thing is, I wanted a prosecutor to go forward with a case. I said, we have enough. And they say, no, we're not going to do it. Well, I don't quit then. You know what I mean? I wait. All right. I'll get you some more. We'll wait it out. We'll do this. There's just so many things wrong with that case. The whole thing was crazy. LA was a crazy place at that time where police chiefs' daughters were working for death row and, you know, Vegas PD doesn't trust the Compton PD. What a surprise, you know? So do you think Pucci was the shooter? You know, I think that this is probably it. Yeah, I would say so. What's convenient about all these cases is everybody's dead. You know what I mean? That's Well, Suge's still alive. Yeah. If I had to unceremoniously leave the NYPD before my time, I wouldn't run and grab my case folder like on, let's say it was a Murder Inc. case or something and we didn't have enough evidence. I wouldn't run out and write a book that exposes all my cooperators and informants. I think it was bad business. ეს ამბავი მინდა დავასრულო იმ ხალხით, საიდანაც დავიწყე, დედებით,
მორიგი დაჯილდოება გვიწევს ამჯერად 1999 წლის MTV-ს Video Music Awards, რომელიც თავის დროზე დიდი ამბავი იყო და სადაც უნდა გადაეცათ პრიზი საუკეთესო რეპ ვიდეოსთვის. Will Smith-ი გამოვიდა სცენაზე და თქვა, რომ უხმობ ორ დედასო გამოვიდნენ. Violetta Wallace და Afeni Shakuri ერთმანეთს გადაეხვევნენ და ერთ-ერთი ყველაზე უფრო გულის ამაჩუყებელი და რასნაირი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ზოგადად ალბათ ჰიპ-ჰოპის ისტორიაში. Hi, I'm Afeni Shakur. And I'm Violetta Wallace. იმიტომ რომ ამ დროს აღარანაირი East Coast West Coast დაპირისპირება აღარ არსებობს, იმიტომ რომ ჯერ ეს ორი პოლუსი აღარ არის, სამხრეთის რეპიც არის და მოკლედ ერთმანეთთან თანამშრომლობენ ჩვეულებრივად. მაგრამ აი აჩვენეს ქალებმა, რომლებიც ისე სანამ პატარები იყვნენ, ერთმანეთს არც დაელაპარაკებოდნენ, ერთი როგორც უკვე ვთქვი, ვიოლეტა იყო იამაიკიდან ჩასული ემიგრანტი, რომლის საქმე იყო, რომ მოდი ეკლესიაში ვივლი კვირაობით და დანარჩენი დრო წელებზე ფეხებს დავედგამ, რომ რაღაცნაირად ჩემ შვილს აქაური ცხოვრება შეუქმნა, კომფორტული ცხოვრება შეუქმნა. მეორე Afeni Shakuri იყო გიჟი რევოლუციონერი, შავი პანტერა, რომელიც გადატრიალებას და დამხობას ცდილობდა ახალგაზრდობაში სისტემისგან, რავი, ყველაფერი ქონდა ნანახი და კაცებს აჩვენეს როგორ უნდა, რომ ხანდახან გვერდზე უნდა გადადო და ჩაეხუტო ადამიანს და სიმბოლურად აჩვენო ყველას, რომ შეიძლება ერთად დგომა. და ისე კი ბიგის ამ კვლელობამ საბოლოოდ დაუმკვიდრა ადგილი ჰიპ-ჰოპის პანთეონში. ნიუ-იორკის მეფედ დარჩა და ამიერიდან ნებისმიერი ნიუ-იორკელი რეპერი, რომელიც თავს დადებს, რომ სწორედ ის არის ყველაზე მაგარი, იტყვის, რომ მე ვარ მეორე ყველაზე მაგარი. პირველი იყო და დარჩება 24 წლის Christopher Wallace, Notorious B.I.G. ის არის, ვისაც ადგას თავზე გვირგვინი, მე იმისი მეორე ვარ.